2020 აპრილში, როდესაც მერიკალაძემ ბატონის საამებლად პარლამენტის მიმდებარე მთავარი პოლიტიკური მოედანი მწვანეღობით შემოღობა, ვერავინ იფიქრებდა, რომ 5 წლის შემდეგ აქ დგომა რეჟიმის მიერ დასჯადი იქნებოდა. ერთ სანდო მეგრელიშვილი წარმოიდგენდა, რომ ის პირველი იქნებოდა, ვისაც კლანური სასამართლო ტროტუარზე დგომისთვის 4 დღე საკანში გამოკეტავდა. სანდრო ბორია რუსის სატუსაღოდან მალე გამოვიდა და ისევ იქ დადგება, სადაც მასთან ერთად უამრავი მოქალაქე წელიწადზე მეტია დგას. წელიწადი რა რეალობა უფრო მძიმე და საგანგაშოა. ჩემი დათვლით დღეს 2026-ის 25 იანვარს 4842 დღე რაც ყველა ერთად ივანიშვილის მიტაცებულში შემოღობილში ბოსტონში ცხოვრობ. 2026-ის 25 იანვარს, ვისაც ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ივანიშვილი თქვენი შვილების, შვილიშვილების მშვიდობის, სტაბილურობის და უზრუნველი მომავლის გარანტიაა, ბოდიში და აღარ გავაგრძელებ, უარესის ღირსები ხართ. ბევრი, ძალიან ბევრი 4842 დღე. ამ დღეებს ისევ მიუბრუნდები ბოლოს, ისევე როგორც 20%-იან მერიკალაძეს. აი ამ 20%-იანის ვითომ პარტიამ გაყალბებული მიტაცებული არჩევნების წინ რუსი ყასაბის ბარბაროსობასა და რუსულ მშვიდობას შორის არჩევანი რომ შემოგთავაზა ხომ გახსოვთ. ხო და ეს მშვიდობის ყოფილი გრუზინები თქვენი ეზით რატომ არ იმყოფებოდნენ ტრამპის მიერ დაფუძნებულ მშვიდობის საბჭოს ხელმოწერაზე? იმიტომ ხომ არა ქოც გრუზინო რომ თქვენი მშვიდობის რეალურად კი რუსკი მირის არავის ჯერა. აბა დაფიქრდით, რატომ არ იყო მსოფლიოს მშვიდობის საკითხი ივანიშვილის ქართულოვანი რუსული პროპაგანდაში გამხსნელი თემა. გამახსენდა მოქმედი ირაკლის საზრუნველი ხომ ახლა ხალხი და ფასებია. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რეალურად კი რა ეპასუხათ კითხვაზე, რატომ არ იყავდნენ იქ, სადაც მათი ვითომ მოკავშირე ორბანიც რომ იმყოფებოდა. რა ეპასუხათ კითხვაზე, რეგიონის 3 სახელმწიფოდან მხოლოდ ჩვენ რატომ არ ვიყავითო? იმიტომ ხომ არა რომ რუსები ხართ, იმიტომ ხომ არა რომ ივანიშვილის მიტაცებული ბოსტანი რუსული აგაროდია. ალიევი ფაშინიანის ამ ამბავს როგორ აპრავეთ პროპაგანდისტებო? სულ არ გამიკვირდება რომ მალე როგორც რუსულმა პროპაგანდამ თქვენს ფაშინიანი და ალიევი deep state-ის მართულად გამოაცხადოთ. ბრიტანეთის აგენტობით დაიწყეთ თქვენმა რუსმა კოლეგებმა ბაქო და ერევანი ბრიტანეთთან ალიანსში უკვე ამხილეს, არ ჩამორჩეთ. თან ეგრეთ წოდებული ნიუს პოუდიც გაქვს დავოსში ყოფნისას პრეზიდენტი ალიევი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აქტივების მმართველი კომპანიის BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორს ლარი ფრინკს და BlackRock-ის შვილობილი კომპანიის Global Infrastructure Partners-ის დამფუძნებელს თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს ადებაო იგუნელსის შეხვდა. შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოს ნავთობის ფონდსა და BlackRock-ს შორის თანამშრომლობის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის სექტორში პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. ეგ არის ქოც-რუს გრუზინო და პროპაგანდა ჯერ კიდევ როდის სამხელდა სოლაკ აბასთუმან ურეკ ჭორვილის ფილოსოფოსი BlackRock-ს და როდის თქვა რომ სწორედ ეს კომპანია სამ უსხვილეს ამერიკულ ჩრდილო ბანკთან ერთად ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტებისა და უშუალოდ პოლიტიკური გავლენების წყალობით ოჯახები მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ასევე როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართულ ეგრეთ წოდებულ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას. ეს როგორ გამოგჩათ? სირცხვილია. სალავიოვმა სკაბაევამ და მარგო სიმონიანმა არ დაგასროთ. ეცით შეესიეთ შათირას წელიწად დაასწარეთ და ლოთბაზარა ზახაროვა კიდევ ერთხელ შეგაქებთ და გეტყვით გარე ძალების ზეწოლის მიუხედავად როგორ არ სურს რუსეთთან კავშირების გაწყვეტა ქართულ ოცნებას. აქვე ბიზნეს პროპაგანდით მოტყუებულებს მინდა გაცნობოთ, რომ თებერვალში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ბაქოს და ერევანს ეწვევა. აი იმ ტრამპის ესენი რომ ეტენებიან და ცოცხალმა ტროლმა ამას წინათ პოსტი რომ გამოაცხო, ვამბობდიო, აი ამ პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა ბაქოს და ერევანს. რეგიონში ჩამოდის და თბილისი მის მარშრუტში არ არის. ვიზიტის მისანი მშვიდობის მხარდაჭერა და ახალი შეთანხმებების განვითარება. დავოში ფაშინესთან და ალიევთან მეგობრულ პარტნიორულ გადალაპარაკების შემდეგ ტრამპი ახლა მათ საჯაროდ უხდის მადლობას გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის. როგორც ტრამპის საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, მისი ვიცე-პრეზიდენტი ერევანსა და ბაქოში შემდეგ საკითხებს განიხილავს. სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, მშვიდობიან ბირთვულ შეთანხმებას სომხეთთან.
ნახევარგამტარობის დიდი წარმოებლებისთვის შეთანხმებას შეერთებულ შტატებში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის ჯავშანჟირიტების ნავების და ასე შემდეგ აზერბაიჯანში გაყიდვას. ამ ვიზიტის ხოლ გამბავი კი რა თქმა უნდა ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობასა და კეთილდღეობისთვის პროექტია. რა დრო იყო, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ივანიშვილის დროა. რუსული ჩიხი, კავკასიური ანკლავი და დიდი ალბათობით სატრანსპორტო ფუნქციის სრულად დაკარგვა თუ არა დაკნინება. ახლა ბოლომდე გული რომ აღარ გაგისკნეთ, აღარ მოგიყვებით რა პერსპექტივები იხსნება სომხეთისთვის მას შემდეგ, რაც თურქეთთან სახმელთო საზღვარი გაიხსნება, რა ფუნქციას შეიძენს შუადერეფნის პროექტში სომხეთი და რა შედეგებს მოუტანს სომეხ ხალხს ფაშინელის ნამდვილად პრაგმატული და ეროვნული საგარეო კურსი. ახლა აღარც იმ სპეკულაციებში შევალ, რა თქოს დავოსში სომხეთის და აზერბაიჯანის სამამულო ეკონომიკურ ურთიერთობაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა და ამ კონტექსტში ახალ დერეფანზე შუა აზიური და რუსული ტვირთების აზერბაიჯანის გავლით პირდაპირ სომხეთში ტრანსპორტირებაზე და საქართველოს პერსპექტივაზე. ერთს გეტყვით მხოლოდ სომხეთში აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტმა უკვე გამოიწვია ფასების საშუალოდ 15%-ის შემცირებას. მოქმედი ირაკლის ფასებთან მებრძოლი კომისია, რავახა, რაშვები, სუსი, როდის შედიხარ ბენზინგასამართ სადგურებში? თუ ჯერ იმას არკვევთ, ნამდვილია თუ არა საქსტატის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტით ნოემბერ-დეკემბერში თითქმის 80 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გაიტანა. არკვევთ არის თუ არა ეს კავშირში ყულების მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 105 ტონა რუსული ნედლი ნავთობის შემოტანასთან, მაგრამ ქარხანა რომ ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა, ვერ დავიჯერებ დოკუმენტაციაში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ამ ბენზინ და ექსპორტზე გაიტანეს როგორც ქართული პროდუქტი. ვერ დავიჯერებ რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის აუარა ვინმემ და რამე ისე გაყიდა. მე პირადად არ ვჯერა რომ ნავთობტერმინალი რუსული შავი ხვრელი და პუტინის ჭრილოვანი ფლოტის ერთ-ერთი ნავსაყუდელია. ამაშვენი ზე ეროვნული ხელისუფლება არ დაუშვებს, ისე კი ამ ამბავზე მადუროს და რუსული ტანკერების დაპატიმრება რამ გამახსენა. ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი თუ აქ არ ჩამოვა, ამით რა დააკდება ივანიშვილის ბოსტას? არაფერი. სამაგერო თებერვალში გრუზიას თურქმენეთის მეძინსის თავმჯდომარე დუნია გოზელ გულმანოვა ეწვევა და მას ცოცხალი ტროლი შეპე უმასპინძლებს. დროულია ნეიტრალიტეტის საკითხი და დასამუშავებელი. მოსკოვი, რომელსაც თავისი გაჭირვებია არ ითმეს. დავალება შესაძლებელია, აბა ისე გარანტიებს ვინ მოგცემს. ეს ის თურქმენეთია, სადაც საქართველოს ხვალინდელი წყდებოდა. გაგახსენდათ? ივანიშვილის მოქმედი ირაკი რომ ჩაასკდა აშხაბადში, ფოტოები გადაიღო ყასაბთან. დერეფანშიც იბოდელა რომ იქნებ გადაყროდა მას, მაგრამ როგორც ადრე გითხარით, ის არავინ არ არის და შესაბამისად ამან იმას ამის დანაბარები პირადად ვერ მიაწოდა. კობახიძის თურქმენეთში ბოდიელი პუტინთან დალაგების და მისგან ხელშეუხლობის გარანტიის მიღებას ისახავდა მიზეთ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამ ამბის მადუროს ირანის და სხვა გლობალური მოვლენების შემდეგ ბოსტონში ეჭვიანობამ პიკს მიაღწია, ვითომ დიდ გროსმეისტერს მის წარმოსახვაში საერთაშორისო არენაზე ყველა სვლა ჩაუვარდა და სასოწარკვეთილმა ტრამპთან ერთად ახალ დიპ სტეიტის მართლად კოჭლი დიქტატორიც გამოაცხადა. კრემლის შიზოფრენიის იდეოლოგ ფილოსოფოსის დუგინის გრუზულ პაროდიას მორიგ მეგაგალაქტიკურ წერილში პუტინთან კითხვები აქვს. კითხვას აჩენს რუსეთის მოქმედება სირიაში. როდესაც რუსეთის ფედერაცია მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან კატეგორიულად მნიშვნელოვან დროს არმიას სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიყვანა, ბაშარ ალ-ასადს კი მოსკოვში მისცა თავშესაფარი. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ვენესუელა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც რუსები წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით უწევდნენ დიდ დახმარებას, აწვდიდნენ იარაღს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ეხმარებოდნენ ნავთობის რეალიზაციაში და სამხედრო რესურსებთან ერთად ფინანსურად უჭერდნენ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ასე მარტივად აღმოჩნდა. ირანში მიმდინარე მოვლენები. რატომაა ასე პასიური ირანის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი? რატომ არ იმჩნევს მისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? დაფარულის ფრხილების, ჭკუის და გონების ამ კოსმიური წერილის სტრატეგიულ წინასწარმეტყველო ნაწილზე მოგვიანებით მანამდე კი ზემოხსენებულ ამონარიდებზე ჩემი მოკრძალებული მოსაზრება. გჯერათ მასონების? ფრიმასონების მაგალითად, ვისაც სულ გვესმის აწლეულებია და ვიცით რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე. ბორიას მართლა ჯერა რომ დიპ სტეიტი და მასონები არსებობენ. მეც აღარ გავაგზელებს, ჯერა რადგან მას მეტის მოლოდინი ჰქონდა პუტინისგან, კულეისგან, რომელსაც მთელი საქართველო ხონჩით მიართვა.
თბილისის გასაღები გადასცა. სპეცოპერაცია ბოდიშიც კი დაიწყო იმ მოლოდინით, რომ მოსკოვი თუნდაც სარიელი სიტყვით გადმოუგდებდა რამეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ყველაფერი გააკეთა მის სამემლად. გავრილოვის ღამე მოაწყო. ხალხს თვალები დათხარა. ხუთიმლის მარიბელები მიუგზია მშვიდობიანი მოქალაქეებს. ორკების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. რუსული კანონი მიიღო. ხალხი დაარბია, ცემა აწამა, აღურახსნი ხალბას ხელით. დიდი ალბათობით ქიმიური იარაღიც გამოიყენა. სინდისის და პოლიტპატიმრებით აავსო ციხეები. მედია გაგუდა, პარტიები აკრძალა, არჩევნები იტაცა. ერთპატიული რაღაც ორგანო შეაკოწიცა. ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა მინუს უსასრულობაში გადაიყვანა. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები გააფუჭა. აითოლას რეჟიმს ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა. ბოსტანი რუსების სათავშოთ აქცია სანაცვლოდ ნოვირიალი აფხაზეთ და სამოჯაბლო დაივიწყეთ და ნეიტრალიტეტი გამოაცხადეთ. ჩვენგან გარანტიების გარეშე. რუსეთს ახლა ივანიშვილის სახით ახალი სატყივარი არ სჭირდება, მაგრამ ამანაც რაქრას რეპრესიები და პროპაგანდა ვეღარ არის საკმარისი მისი სტაბილურობისთვის. ამიტომ ამ კითხვებით ითხოვს დახმარებას. უკრაინა არ დანებდა ტრამპი პუტინის ფლირტი ქორწინებით არ დასრულდა. ანკორიჯი არაფერი. ბუდაპეშტის შეხვედრა საერთოდ არ შედგა. როგორც ზელენსკიმ თქვა, აბუდაბის მოლაპარაკებების მაგიდა პუტინმა პირდაპირ დაფუძნა. გაყინული კუნძულიც არაფერი. ამ ეტაპისთვის ვაშინგტონი და ბრიუსელი დაზავდნენ. ოკუპაცია არ იქნება. არადა რაიმედი ქონდა შათირას. პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი უკვე მიხვდებოდა, რომ ეს მიზეზი ნაპოვნია და ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს. ყბადაღებულ თემად გრენლანდია იქცა. ზოგადად, სხვა ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გადაცემაზე, რომ არავინ ეთყოდა უარს, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი. ეკი არა, დარწმუნებული ვარ, თავად დანია იქნებოდა პირველი, ვინც მთვარის მომჭრელად დემოკრატიული პროცესების მანტიაში შეფუთული ამ გადაწყვეტილებას და გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატების ბალანსზე გადასვლას დაუჭერდა მხარს. თუმცა, Deep State-ის მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი. ამ ეტაპზე გრენლანდიის გამო ალიანსი არ დაიშალა. იჩქარა სოულაკის, აბასთუმნის, ჭორულის და ურეკის ფილოსოფოსმა წერილი დავოსამდე გამოაქვეყნა. მაგრამ ასე უნდათ მოსკოვშიც, რომ გაყინული კუნძულის გამო ვაშინგტონი და ევროპა ერთმანეთს საბოლოოდ წაჩხუბებოდნენ. მაგრამ ვაშინგტონს და ბრიუსელს გრენლანდია არ დაეცა. აი, სხვას კი აუცილებლად დაეცემა. წლევანდელი დავოსში მხოლოდ ეკონომიკური ფორუმი არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ტრამპი რუსული გაზის გაგვდისგან გამოსული ევროპა ახალი მსოფლიო რომელშიც ძველი წესები აღარ მოქმედებს. დავოსმა მოლოდინებს გადააჭარბა. ტრამპთან ერთად ევროპას კიდევ უფრო გამოსაფხიზებელი სილა ომში ყოფმა ზელენსკიმაც შემოარტყა. ამ ახალ წესრიგში არსად არის და ვერ იქნება ივანიშვილი. არც ტრამპი დაურეკავს ორბელიანის სასახლის ბინადარს. არადა ჯერ კიდევ პრემიერობისას დავოსში მისი პირველი ვიზიტი მხოლოდ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ვითომ შემთხვევით სადღაც დერეფანში რუს კოლეგა მედვედევს ხელი ჩამოართვა. Вот и отношения России и Грузии, похоже, близятся к новому повороту. На этой неделе произошло знаковое событие. Премьер-министр двух стран пожали друг другу руки и немного пообщались. რამდენიმე წუთიანი არ იყო, ხელი ჩამოვართვით და გითხრა. აი მოგუყევით დეტალები. არაფერი და აი ესე გაუწოდე ხელი. აი იმანაც იქიდან გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა. მეუთხარი სასიამოვნოა შეხვდა, იმანაც მითხრა სასიამოვნო წარმატებებს გისურვებთ. აი ეს იყო სულ. არავითარ გაგრძელება არ შეიძლება. არა, იქ არ შეიძლებოდა რომ გაგრძელება რა თქმა უნდა მოყვეს წესით. ვითომ პრეზიდენტობისას არაფერს წყვეტდა მედვედევი და პრემიერობისას ვინეს ეკითხებოდა. ეგ შეხვედრაც შეხვედრად დარჩა. რუსულ საუზმესაც დაესწრო, რომ სბერბანკელების ძველი ვითომ ამხანაგები ნახა, მისი დელეგაცია ამაყობდა კიდეც. მაშინ რომ მიხვედრილიყო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს, ახლა ტოტოლზე დგომისთვის მშვიდობიან მოქალაქეებს ვერ და არ დააპატიმრებდნენ. დავოსში არ მიწვიეს, რომ მიეწვიოთ ვინ ენახა ტრამპი, ზელენსკი, ალიევი, ფაშინიანი. ბოსტანი ბოსტანად დარჩა, ის არავის სჭირდება. ასე როცა ავტორიტარი დიქტატორი ვეხდება და საკუთარი შიშების, წარმოსახვების მძევარი ხდება, საკუთარი პროპაგანდით იგივებება, რელიგიის რწმენის დონეზე ჯერ რომ Deep State-ი არსებობს და ის ერთადერთია მზის ქვეშეთში, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია. ჯეროდეს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდემდე ვიცხოვროთ ამ ბოსტანში. ახლა ამ ბოსტანში ახალი სათხოვარა მოიგონა დებატებიო. მოქმედმა ირაკლიმ მედიას ორკვირიანი ვადა მისცა, ფორმატი მოიფიქრეთო და რომელ მედიას თავისას? მე გეტყვით რა ფორმატის იქნება ეს დებატები ქოც გრუზინ რუსებსა და
მასსავე დანიშნულ ოპოზიციას შორის. თემები იქნება ფასები, გადასახადები, ეკოლოგია, ეკონომიკა, ინტერნეტის სიჩქარე, სოფლის მეურნეობა, განათლება და რაც თავარია ნეიტრალიტეტი თუ ევროკავშირი, ნატო თუ ნეიტრალიტეტი. სუდია თუ კარგი ამერიკა, ევროპა, ბრიტანეთი. ეს იქნება 7 წლიანი კონსტრუქციული დებატები, სადაც ეგრეთ წოდებული წამყვანი ეცდება ნეიტრალურობა შეინარჩუნოს და ორივე მხარეს ზე კრიტიკული კითხვები დაუსვას. თან იუასურად ხოც რუსული ხაზი გაატაროს. არინერულად დანიშნულ ოპოზიციას კითხვები წინასწარ ექნება გავლილი და თუ საქმეს დასჭირდა მაგალითად ვინმე გვარსასახელს არ დავასახელებ, თუმცა ვიცი ვინ შეიძლება იყოს, მათიკაშვილს ან ზარქუას წყალს შეასხამს. ჟირინოვსკიც ასე შვებოდა, მათიკა და ზარქუა მზად იქნებიან პარტიისთვის გაიწუწონ, მაგრამ სანახაობა ხომ იქნება და მერე ყველა უი რა მომხდარაზე ილაპარაკებს. ტერორი, უსამართლობა, რეპრესიები, პატიმრები, გარუსება ისევ სადღაც გადაიწევს. ამიტომ ნუჭყლოპინებთ და ნუყობით მოქმედი ირაკლის ბოდვას, ახალ სატყუარას. ეს ვითომ დებატები კი მხოლოდ იმისთვის იქნება, რომ პროპაგანდისგან გაბრუებული საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო გაბრუნდეს. საჭირო დროს კი ბორია ახალ არჩევნებს გამოაცხადებს არსებული კრიზისის განსამუხტავად კი არა, უფრო რუსული ვითომ პარლამენტის შესაქმნელად, სადაც ყველა რუსს შეაცუნცულებს, ნეიტრალიტეტსაც გამოაცხადებს, აფხაზეთის და უსეთის აღიარებაც მოხდება და თბილისი წიფლისად ოფიციალურად გამოცხადდება. ეს ყველაფერი ერთი დათქმით თუ დაცალდა, ანუ თუ მივეცით საშუალება. ეს ის პროტესტია შაშან 20 იანვარს რომ უნდა დასრულებულიყო, ხო და თუ ვაცალებთ რაღაცნაირული ჩეჩნ სპორტსმენების თუ კადიროვის გარემოცვის წევრების მეგობარ ფერერიზე გადამჯდარ ფოტოსესიების და რილსების მოყვარულ მერი კალაძეს, ის ალბათ დიდი სიამოვნებით იქნება წიფლისის ან თბილისის გრადა ნაჩალნიკი. სოფელს ცეცხლი ეკიდა და გიჟით მას ივარცხნიდაო. ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია. ინსტაგრამზე აქტიურობა, ფაქტობრივი ინფლუენსერობაც ძალიან კარგია და 1000 ჯერ გამოსვლა და ფოტოსესიები. მაგრამ ეს თბილისში დაბადებული რუსი რეპერი გიოპიკა რაღა იყო? ვინც არიცით სიმართლე გითხრათ, პირველად გავიგეთ თურმე რუსულ ესტრადაზე თუ რაღაცაზე არსებობს ასეთი რეპერი თბილისში დაბადებული გიოპიკა, იგივე გიორგი ჯიოვი. ფერარიში იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და მერი გასთორა სიმღერით ჩორნი ძილფინ. ამაზე სულ ცოტა ხანში. პიკა როგორც მიხვდით ფსევდონიმია და ოფიციალური ვერსიით ჯიოვის ბანკოსთან სიყვარულისგან მოდის. როგორც თავად ყვება, როდესაც ბანკოს თამაშით იყო გართული, ყვავის ვალზე ხუმრობა ჰქონდა და გიოპიკა ამიტომ დაითქვა. რაც შეეხება კალაძის რეპერი მეგობრის მუსიკალურ მიმდინარეობას. პიკა თავად ასე წერს: რუსული ციხის ლიტერატურა. ჩორნი ძელფინის შინაარსში და კლიპის გარჩევაში არ შევალ. А есть подарим бургам фонтанчик с черным дельфином. И в жизни видеть лишь раз его доводилось всем тем, кто проходил. აი ამ გემოვნების 20%-იანია. აი ეს ხდება ახლა ივანიშვილის ბოსტანში, აგერ უკვე 4842 დღე. მე რა რომ შენი თანატოლები, შენზე პატარები არაფრის გულისთვის ბორიას უსული გულაგის სატუზახოში შეხედან. მე რა რომ კარგი მოქალაქე სანდრო მეგრელიშვილი და სხვები ტროტუარზე დგომისთვის რეჟიმის ციხეში არიან. მე რა რომ გამარჯვებული ბიჭები ორბელენის სასახლის ბინადარმა არ შეიწყალა და მათ ოჯახებს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვენ. შენ არ გეხება? შეგეხება და მომკითხავი არ გეყოლება. შენ არ იცი სამშობლოს სახელმწიფო სიყვარული ქოცო, რადგან გრუზინი რუსი ხარ. რუსი ბატონის ნასოფრალის ნამცეცების სუპი გაქვს. რუსულ ნეხში სითბოში ხარ. შენ გრუზინო ირანში ხალხის დახვრეტას, უკრაინაში ხალხის ხოცვას იწონებ. შენ გრუზინო ჩილო კორეა გინდა აქ. შენ გრუზინო მადუროზე უორესი ხარ. შენ რუსი ხარ გრუზინო. შენ გრუზინო ფეხებზე კიდი ხარ ბორიკას. თუ გაასწრო იმ თვითმფრინავის საბარგულშიც არ იქნება შენი ადგილი. ბიძინა ფულსითulis, კომპახიძე გატყუებს, პაპუაშვილი ტროლია, კალაძე ფერალით გატაობს, წილოსანი იზმანება, პროპაგანდა მოგზაურობს და შენ გრუზინო ბოსტანში სუპს თხლებ. დღეს რუსი ბორიას ბოსტანში ცხოვრების 4842 დღეა. ბევრია, ძალიან ბევრი 4842 დღე. შესაბამისად, ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის, თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.